მოკლედ დღეს ვართ მინდორში გამოსული, უნდა შევადაროთ სამი თოფი ერთმანეთს. Browning Maxus 2, ახალი რეტაი, ისა რა ქვია, Air Control Extreme და მეორე ახალი რეტაი Air Control Extreme MR. ხო და მოკლედ ლულის დიამეტრები გავსინჯეთ თოფებზე რა. ხო და ჩვენს თოფებზე გამოვიდა 18 და 3 სტანდარტებით რო ვილაპარაკოთ, ჩემს აზრს და მურადის თოფზეც გამოვიდა რეტაები 18 და 3. კობას თოფს აწერია რომ აქვს 18 და 7 გაბურღვა და ჩვენ საერთოდ მე პირადად ვზომავ აი ამ ტყვით, ამას ვაცალკევებ, წინ ჩოკს ხსნი და ვაგდებ აქ და როცა შეიჭედება ლულასთან მიმართებაში მე ვაწვევი ის რა ქვია ამ რკინის ღეროთი თუ გავატარო და მე გავზომავ შტანგელით და ზუსტად ჯდება აი ქრონომეტრის დონეზე ანუ მიკრომეტრის დონეზე ჯდება სიზუსტე არასდროს არ მომტყუებულად ამაში უყურეთ რა ხდება რა კუნობს შიგნით ამ ტყვის დიამეტრი ქარხნული დიამეტრი არის 18.66-დან 18.70-მდე რა ახლოს მოიტანე რაკრაკებს შინ. ოპა, გადმოვარდა. თავიდან ჩაგდე გადავიღოთ. და გადმოვარდა. ეხლა ამასთან ერთად ეს არის გაუწურავი ქარხნული ტყვია, ასე რომ შევაგდეთ გავარდა. ამიტომ არის რომ 18.7 18.8 ლულები არ არის მანდამაინც გათვლილი ტყვიაზე რა ხან ლულის პროფილს ვეღაიღებ ტყვია ასე რომ ვთქვათ ცალსახად მაგრამ ამავდროულად უსაფრთხო აქედან სულ უბრალოდ სიზუსტე არ ექნება ისეთი როგორც შედარებით ისეთი ლულიდან სადაც ეს შეჭიდებაში შევა ლულასთან სიზუსტეში იქნება განსხვავება თორე მომაგდინებელი ძალა ერთსაც იქნება მეორესაც იქნება და უფრო ნაკლები უყუცემა იქნება და შეიძლება სწრაფფრენაც კონდეს ასე რომ ვთქვათ რა მოკლედ რაც უწერია ვფიქრობ რომ იმდენი არ და შეიძლება ცოტა მეტიც ამბულას ორი ნაკლები არა ამის იდენტიფიკაცია გვინდა და ბატონო